ეს არის გამძლელი წყალი, რომელიც არხი, რომელიც გავაკეთეთ ჩვენ 14 ტერიტორია ის 4 მეტრი და იმ 4 მეტრის აქეთა დარჩენილი 900 კვადრატი რაც არის. ანუ ამის მიერთების ხონა გავაკეთეთ ჩვენ მშვალ. სოსო კაკაბაძე ადლიაში ქალაქის ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. მემკვიდრეობით მიღებულ საგანმე დამონაკვეთზე მას თევზსაჟენი აქვს მოწყობილი და სურს მეურნეობა კიდევ უფრო გააფართოვოს. თუმცა მომიჯნავა მიწის ნაკვეთს ვერ იკანონებს. მიწის აღიარების კომისიას მან უკვე მეორედ მიმართა. არჩევნების პერიოდები იყო და შეჩერება მოხდა იმ მომენტში, არავითარი განხილვები არ იყო. და ეხლა რომ მოვიდნენ აგერო 4 წელი იქნა მოსული კომისიის წევრების ერთად მოვიდნენ შეამოწმენ და ანუ ხელი მოიწერა რომ ეს არაა სადაო. სოსო კაკაბაძის მსგავსად მიწის საკუთრების მოწმობაც ბათუმში კიდევ 800 ადამიანი ელოდება. მათთვის ძველი მოწმების კომისიისგან პასუხი ვერ მიიღეს. რეაგირებას მიწის აღიარების ახლად შექმნილი კომისიისგან ელოდებიან. 84 მოქალაქის დოკუმენტაციის ადგილზე გადამოწმების შემდეგ კომისიის წევრები გადაწყვეტილების მისაღებად დღეს პირველად შეიკრიბნენ. განვიხილავთ 84 საკითხს, აქედან ნახევარზე მეტი ადგილზე შესწავლით და დათვალიერებულია. ნახევარი, თითქმის ნახევარი არის ისეთი კატეგორიის საკითხი, რომლის განხილვის უფლება ჩვენ არ გაგვაჩნია, ანუ შესაბამისად საკანონმდებლო ბაზა არ იძლევა ამის საშუალებას. ბათუმის საკრებულოში არსებული მიწის აღიარების კომისია მოქალაქეებს თვითნებურად დაკავებულ მხოლოდ იმ მიწის ფართობებს უკანონებს, რომლებზეც ნაგებობა 2007 წლამდე აშენდა. ან თუ დასაკანონებელი ფართობი ფლობელი საგანმე დამონაკვეთს ემიჯნება. არ გამორიცხავენ მომავალში კომისია მიწების საკუთრებაში გონიოს მცხოვრებლებსაც დაუბრუნოს. დღეს მდგომარეობით ამ სხდომაზე არ განიხილება, თუმცა არის საუბრები, რომ რაღაც დაიწყოს კომისიამ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა, მთავრობიდანაც გადმოიგზავნოს რაღაც დოკუმენტები მასალები. გონიოს სადავო მიწების დაკანონების საკითხი არ ძველი მოწვევის კომისიას განუხილავს. მამული ჟღენტი, რომელიც კომისიაში თავმჯდომარის სტატუსით მხოლოდ 7 თვე მუშაობდა, ამბობს, რომ 300 მოქალაქის დაკმაყოფილების მიუხედავად კომისიის ქმედითუნარიანობა არაეფექტური იყო. არავითარი ბირკეტები კომისიის თავმჯდომარეს არ გააჩნია, რომ აიძულეს მე მოვიდეს და დაესწროს. ამიტომ ხშირად ჩვენ დათქმული გქონდა 4 შეფათობა კომისიის ხტობა, მაგრამ უფრო ხშირად ვარდებოდა, არ მოდიოდნენ. საკრებულოს წევრებიც არ მოდიოდნენ, წევრები იყო კომისიის და ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების. ესე იგი ამას თვლიდნენ, ვინაიდან ალბათ უხელფასო იყო, როგორც ზედმეტი დატვირთვა და არავინ თავს არ იცოდა. წინამოწვევის მსგავსად მიწის აღიარების ახალ კომისიაშიც გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება. სიახლე მხოლოდ შემადგენლობაშია. პირველად კომისიაში უმრავლესობასთან ერთად ოპოზიციის წევრიც იმუშავებს.